ებიჯო, რა აკრიახთით და გადაიჭერეთ ვენები მოძალადე პოლიციელიო. თან ვინ? რონი მესხი? რონი მესხის კულტურა და ინტელექტი არ ღირსებია ერთად მთელ თქვენ საგვარეულოს. თმა მოკაჩაო, უი დედა, ცხენის კუდი ჰქვევ გვაცნულობას, ცხენის კუჩით და ჯერაც არავის მოუკაჩია. დაიქცა ქვეყანა. წერს მაია ნიკოლეიშვილის სოციალურ ქსელში და ეხმიანება 21 აპრილს, საპროტესტო აქციაზე მომხდარ შემთხვევას, როდესაც პოლიციელმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თმა მოკაჩა. ახლა არ დამიწყოს ვინმემ აქ ძალადობას ამართლებო. თქვენ რა იცით ძალადობა? თქვენ სად გინახავთ იმდენი და იმდენი სახეობის ძალადობა, რაც მე მანახა ჩემმა პროფესიამ. ამიტომ ჩუ. ხო, პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ვსაუბრობ. მთელ საქართველოში რომ დავდებდი დაზარალებულების გამოვლენას. თუ ზურგზე მიმწვარი სიგარეტი, თუ ელექტროდენით, სამხედრო საველე ტელეფონით თითებზე, ყურებზე, სასქესო ორგანოებზე, თუ პარკეტით ფეხის გულებზე, თუ ხელებით ჩამოკიდება, თუ ფეხით ცემა, ხელით, მუშტით, დუბინგით და ეს ცემაწამება თითო-თითოდ რამხელა პირადი რისკის ფასად აღმოიფხვრა. სააკაშვილის რეჟიმმა კი ყველას გადაუსწრო, მაგრამ მე ახლაც ისევე ვმუშაობ და ასე ვთქვათ, ახლაც ხელი მიდევს პულსზე ამ სფეროში. არ გინახავთ თქვენ ძალადობა თქვენი თვალით. არც ის გინდათ აღიაროთ ევროპების და ამერიკის პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას რა მოხდება. ნამეტანი გაგაგულავთ და თავზე დაგასვათ პოლიციას და საზოგადოებას დღევანდელმა ლოიალურმა ხელისუფლებამ. სულ გადავხედით ეს ინფანტილური უნიჭოები. ახალ წელს ამათი ლინკაობა იყო რუსთაველზე. 9 აპრილს ესენი გადადიოდნენ ყირაზე, აღდგომასაც. აღარ გმარა? რონი მესხმა ცხენის კუდი მოკაჩა. უი დედა, როგორ უძალადია და უწამებია. საქართველოს მთავრობაო, იქნებ გმარა ესენის მოშლეკა ავანტიურისტებთან და ქვეყანაში მშვიდი ცხოვრების მტრებთან. პოლიციას მაინც გაუფრთხილდით. ასე უსასრულოდ 24 საათიან რეჟიმში ამ კრეტინების და პროვოკაციების უხმოთმენე ზღვარზე ხომ არ გადის. გაიქცეს ეს ხალხი სამსახურებიდან იმიტომ, რომ აბსოლუტურად არანორმირებული და პროფესიულად შეუთავსებელი ტვირთი აჰკიდა მართლმა პარტიამ თავისი ნაცლოიალობის გამო. არ ვარ ბატონებო რადიკალი, მაგრამ ჩვენ დავიღალეთ. წერს მაია ნიკოლეიშვილი.